მოგზანდით, გთხოვთ. მომეცით. გმადლობთ. დედა. მართალიც რომ არ იყო ჩემი შვილი ხარ. Sen benim evladımsın. რთულ სიტუაციაში ჩაგაყენეთ. ვიცი, ბოდიშს ვიხდი. Olan oldu. მოსახდენი მოხდა. Önemli olan თავარია მომავალში რა იქნება. ხომ ასიანედ იმე? რა თქმა უნდა. ისინი ჩვენი შვილები არიან. მიუხედავად დაშვებული შეცდომებისა, ყველაფერს შევეგუებით. დაჯექი ნარგიზ. დავსხდეთ. Elif kızım. ელიფ შვილო. აბა მოადუღე. კარგი დედა. მამა და აბა დიმრეს გაყოფილებაში არიან. Ama biraz მალე სასამართლოში გადაიყვანენ. სავარაუდოდ დააბადიმრებენ. ახლა ხალილ იბრაჰიმიან ფიქრეთი რომ მენახა, გავიქცეოდი და ორივეს ჩავეხუტებოდი. შვიდობაა ნარგიზ? მიზეზი? როცა ბავშვები მამების წინააღმდეგ წავიდნენ. ძალიან გაუბრაზდი, მაგრამ ხედავ რომ სწორად მოიქცნენ. ციხეში ილმასთან ერთად ჩასხდნენ. ასია. ილმაზი ასე შორს ვერ წავიდოდა. ჩემ ზორგს უკან მხარს უჭერდნენ, ხვდებოდნენ, მასთან ფული ტომრობით მიქონდათ. მაგრამ როცა საქმეზე მიდგებოდა ილმაზი, არასდროს მისმენდა. ცხადი არ მომისმენდა. და აი ყველა ერთად ჩასვან. ილმაზის გვერდით. ლეილა, დედა შენი რას ამბობს ქორწილის წინ ასეთი რამ რომ მოხდა? რა სიტყვის დეიდა? თუ საჭირო გახდა ციხეში დაქორწინდება. ამბობს რომ კაბა შეიკერა. ხო, რა თქმა უნდა. ყველაფერი გადაწყვეტილი აქვს. ახლა ამ ქორწილს მხოლოდ სიზმარში თუ ნახავს. ჩაიცვას კაბა, საპატარძლო, ყირბინოს სახლში, შეშლილივით. მაბადია შვილო, რაც უნდა იყოს დედა შენია. დედა ჩემი აქ არის. ასიეზე მეტის თქმა შემიძლია. თვალი არ გეცეთ. ნამდვილი დედაშვილი ვითხართ. შენ ციმავას გისურვებ. რაღაც გავიგე. აი შემოსულა უჩხუბია. მართალია? ხო, იჩხუბა. მეგონა სახლში პისტოლეტი შემოიჭრებოდა, მაგრამ გადავრჩით. დამლა არაჩვეულებრივად გაუმკლავდა. მართლა, აიშის ბეჭდის გაკეთება ასრეთ როგორ მოგივიდა. გოგოს კინაღმგული გაუსკდა. ფიქრეთ მან ბეჭედი გაჩუქა? არა დედა, მივხვდი რომ ბეჭედი ფიქრეთის იყო. მიცემას ვაპირებდი, მაგრამ აიში რომ მოვარდა, თითზე გავიკეთე რომ გაბრაზებულიყო. ხომ იცი ჩემი ამბავი? შენი შვილი შენზე ნაკლები არ არის ნარგიზ. მაბადია, მაგრამ არავის შევიცოდებ. ამას იმსახურებენ. ძალიან გამაბრაზეს. ძალიან. დურსულსაც დაუძახეს რომ დაემცირებინათ, რათა გაბრაზებულიყო და შვილისთვის რამე დაეშავებინა. წარმოგიდგენიათ? წარმომიდგენია ნარგიზ, როცა საქმე ასიეს ეხება, ყველაფერია მოსალოდნელი. ძმა ფიქრეთი რომ არ მისულიყო, იავუზი ჭკუიდან შეიშლებოდა. ყველაფერი ხდება. ძალიან გემრიელია შვილო. შეგერგოს. შენი მადლობელი ვარ ნედიმე. ასეთ რთულ სიტუაციაში ჩემ შვილს სახლის კარი გაუღე. შეგეძლო პირიქით მოგცეულიყავი. მაგრამ ისე მოიქეცი როგორც გეკადრებოდა. შენთან ვალში ვარ. რას ამბობ ნარგიზ? ვინც ჩემს კარს მოადგება და შველას ითხოვს, ხელს ვერ ვკრავ. შეცდომებს უშვებთ ადამიანები ვართ. რას ვიზამთ? უნდა შევეგუოთ. მაგრამ აიშეც მიყვარს ბოლოს და ბოლოს ჩემი შვილიშვილების დედაა. საკინე და ელიფი დამემოწმებიან რომ მას ჩემი შვილებისგან არ ვარჩევდი. Ben kendi çocuklarımdan onu ayırt etmedim.
მაგრამ მე არც ქალიშვილის პირად ცხოვრებაში ჩავრეულ ვარ და არც ვაჟის პირად ცხოვრებაში ჩავერევი. არ ვიცი რა მოხდება. ასე რომ იმედებს ნუ დაამყარებთ. ეს იცოდეთ. შენის გააკეთე რაც უნდა გექნა. მე ფიქრეთისგან არაფერს ველი. თუმცა მასთან დალაპარაკება მინდა. მაინტერესებს რა გეგმები აქვს ჩემს ვაჟთან და ჩემს ქალიშვილთან მიმართებაში. რა თქმა უნდა. ფიქრეთის სახლშია შვილო, ბაღში იყო. დამლა, ღავის დალევას რომ მორჩება, დედა ფიქრეთთან მიიყვანე. ახლა ვეგავიდეთ. კარგი. ფიქრეთ ბეი, ჰალილ იბრაჰიმი რას ამბობს? რას ეტყვის? ამბობს რომ საფრთხის ქვეშ ვართ. ეს ისედაც ვიცით. მალე ყველა ციხეში აღმოჩნდება. კიდევ რა საფრთხე უნდა იყოს? მეგონა ცოტა სამოვისუნთქებდით. საქმე ასე მარტივად გონია, შოთა. ფიქრეთ, თუ გცალია დედას შენი ნახვა უნდა. რა თქმა უნდა. მადლობა, როგორ გადაგიხადო. ეს მე როგორ უნდა მოგიხადოთ ბოდიში, რძალო ნარგიზ. შენ უკვე მოიხადე ბოდიში. სიცოცხლე რისკის ქვეშ დააყენე. ჩემი შვილი ორი შეშლილისგან დაიცავი. მე აქვე ვიქნები, ფიქრეთ ბეი. ფეხზე ნუდგახარ, დაჯექი გთხოვ. დამლა, მარტო დაგტოვე. კარგი, რა თქმა უნდა. იავუზი როგორც არ უნდა გაბრაზდეს შენზე, მალე გადაუვლის. დამლა სიტუაცია შეცვალე. იავუსთან უფროსი ძმასავით მოიქეცი. ის მთელი ცხოვრება შენ გვერდით იდგება. მენდე, უკან აღარ დაიხევს. მით უმეტეს თუ მამამის დააპატიმრებენ. ასე იქნება, დამიჯერა. მადლობა. ახლა დამლას რა შეეხება? არ ვიცი მასთან რა გეგმები გაქვს. რაც უნდა გადაწყვიტო იცოდე, შენ გვერდით ვარ. ვერ წარმოვიდგენდი, ასიესნაირი ადამიანის ყბაში თუ ჩამვარდებოდი. მაგრამ არც მე და არც ჩემი შვილი არაფერს გაიძულებთ. რასაც და როგორც ჩათვლის საჭიროდ. რძალო ნარგიზ. ამაზე ლაპარაკი ჯერადრია. ხო, მე და აიშე დავშორდით, მაგრამ ფურცელზე ჯერ ისევ ცოლ-ქმარი ვართ. ვნახოთ ამას, დრო გვიჩვენებს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ფიქრეთ. მართალი ხარ შვილო. რა ხდება ჰალილ იბრაჰიმ? ჩემს სახლში შემოიჭერი. ჩემს საცოლეზე დაქორწინდი. ეს არ იყო საკმარისი, ახლა ფიქრეთი ადგა და ჩემი მეორე საცოლე შეიყვარა. ჩემგა რა გინდათ? რა? ჯობს მოკვდეთ ამ ყველაფერს თავი დავაღწიო. კიდევ მოდიხართ და მე მელაპარაკებით. ლევენტ, თემას ნუცვლი. ყველამ ვიცით რომ ქორწინებისთვის დაბადებული არ ხარ, მაგრამ ერთ დღეს თუ ვინმე შეიყვარა ისე რომ არც დედას მოусმენ, არც დეიდას, არც დას, თუ ვინმე მართლა მოგეწონება, პირობას გაძლევ, შენი მოწმე ვიქნები. მართალი ხარ. მართალი ხარ. ვაღიაროთ, რომ ქორწინება ჩემი საქმე არ არის. მე ბევრად უფრო თავისუფალი ვარ. სულ სხვანაირი ვარ.
მე არასწორი მიმართულება მომცეს. ჩემზე მანიპულირებდნენ. ეს ასია, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია. რასაც უნდა შევეხო არ გამომდის. არ გინდა ყველაფერს ნუ შეეხები ლევენტ. მომისმინე იავუს. მეორე ფიქრეთად ნუ იქცევი, მხოლოდ იმიტომ, რომ მან შენი და წაიყვანა. ცოტა კაცურად მოიქეცი. არ გამაბრაზო ლევენტ. რა მექნა? კაცი მოვიდა და თავისი შეცდომა აღიარა. ცოლს გაშორდა, ჩემს და ზურგი არ შეაქცია. სახლში მიიყვანა. მე რა მექნა? მისთვის მესროლა? გესროლა? გეყოფათ მეგობრებო. ერთი მანქანით არ მოხვედით, იქ გელაპარაკათ. მასთან სალაპარაკო არაფერი მაქვს. რაზე ვილაპარაკოთ, ჰალილ იბრაჰიმ? შენ თქვი. რაზე ვილაპარაკოთ? იმაზე ხომ არა, ჩვენი მამები როგორ გაუშვი, გისოსებს მიღმა. თქვენ მამებს მე ვუთხარი, რომ პოლიციისთვის ქრთამი მიეცათ. მამა ჩემს არაფერი უქნია, აშკარაა, რომ ეს მამა რიზვანმა გააკეთა. დარწმუნებული ვარ. როცა საქმე მემეხება, კაპიკებს მithვლის. ღირსია. იჯდეს ცოტა ხნით. იქნებ გვაისწავლოს. პოლიციიდან ფულის წამოღებას შევძლებთ? მეთაურთან ახლოს ხარ? თუ ჩვენ საქმეს შევასრულებთ, უფრო მეც მივიღებთ. კარგი, რადგანაცია საქმეზე ვილაპარაკოთ. გისმენთ? ფიქრეთს უნდა შეურიგდეთ. არ ვთხოვთ, რომ დაუმეგობრდეთ. ეს გზა ერთად ავირჩიეთ. ახლა თუ დავიშლებით, ყველას დაგხოცავენ. მართალი ხარ. ლევენტ. დავუთის წინააღმდეგ უკვე წავედით. ორჯერ მიიტანა დარტყმა, მაგრამ ორივეჯერ цаრიელი ხელით დაბრუნდა. ახლა ის დაგვესხმება თავს. დაგვესხას. ერთი მომიახლოვდეს, მეტი არაფერი მინდა. სწორედ ამას ვამბობ. ისეთი დისტანცია შეინარჩუნეთ, რომ მოახლოება შეძლონ. განსაკუთრებით შენ, ლევენტ. ფიქრეთთან ნაჩხუბარი ხარ. ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ და შენთან დაახლოება შეეცდებიან. ჰაკან მარტენის დახმარებით. ჰაკან მარტენი. მე მაგას. ხო. მას შუას ასწავლი. მაგრამ არაფერი უკნა. ჩვენ ეს გვჭირდება. იავუს, დავუთის შვილის ერქანი ხომ იცი? მას შენ თავზე აიღებ. რა შვება ვისთან ურთიერთობს, რა საქმიანობს, ყველაფერი გაიგე. მას საიდუმლოს შენახვა არ შეუძლია. თუ რამეს დაგვიპირებენ, მისგან გავიგებთ. კარგი. სერქანს ჩემს თავზე ავიღებ. მე კი ჰაკანს. დაუფატმა, სემას და ჯეილანს შორის რამე მოხდა? რომც მოხდა, შენ არ ჩაერიო. გასაგებია? და როგორ არ ჩავერიო? მოწყენილი დადის. იქნებ რამის გაკეთება შეგვიძლია, იქნებ შეგვერიგებინა. ურთიერთობა თუ ჩხუბით დაიწყეს, უბრალოდ არ მინდა ჩემს ძმას ვეკამათო. შვილო, შერიგდებიან. ეს ხოლმე სახლში ხდება. თავი ისე დაიჭირე, თითქოს ცუც ვერაფერს ხედავ. ესე იგი არაფერი უქნა? უნდა ქნა. ეცადე ვითარება შეემსუბუქო. ყველა შეკრიბე დაილაპარაკეთ. ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ. ურთიერთობასაც ააწყობენ. Da buldum soğanları. ხახვიც ვიპოვე. დავო. ეს გეყოფა? ეს ბევრიც არის. გაგცხვენი. დაფაიღე და დაჯერი. კარგი. O zaman abim da doğru. კარგი, გავწკვნი და Adamına აი, აქ ჩავყრი. Merhaba abla. დაუმერვე. რაღაცას გითხავ, რომ ჩვენ შორის დარჩეს. გითხე შვილო. Ha bizim Zeynep. ზეინებს ჯეილანი რატომ არ მოსწონს? Ceylan'a ters yapıyor. თუ რამე არ ვიცი, მითხარი Bir დავო. şey varsa bana söyle abla. ხო, შვილო, რა უნდა იცოდე? Ya ne bileyim abla. არ ვიცი დავო, მაგრამ ღმერთმა იცის ზეინეფი როგორ მიყვარს. Ha bu dünyadaki en kötü ის სამყაროში ყველაზე ცუდ ადამიანსაც კი კარგად ექცევა, მაგრამ Da. როცა Böyle Ceylan olduğu zaman საქმე ჯეილანს ეხება, ზეინეფი უცნაური ხდება. kızın ayarı kaçıyor. თითქოს სხვა ადამიანად იქცევა ხოლმე, ხო მართალი ვარ დავო? ოსმან.
Რაღაცას გეტყვი, მაგრამ არავის უთხრა, კარგი? თუ რამეა შენთვის არაფერი მithქვამს. პირდები დაო. Söz abla. ჯეილანი ხომ მოგწონს? ხო, მომწონს. ჩვენ ხომ ეს არ ვიცოდით. მან ლამაზად ჩაცმა მოისურვა. უნდა შენთვის გამობრანჯულიყო. ღმერთო ჩემო მერე? მან ზეინეფის კარადიდან დასაცმელი აიღო, ისე რომ მას არ კითხა. ზეინეფმა უსაყვედურა, უთხრა რომ თვითონ მისცემდა, რომ ეთქვა. მართალია ზეინეფი ასეთია დაო. რომ სთხოვო, სიცოცხლესაც არ დაიშურებს. ძალიან კეთილია. ასია. Abla. დაო. Ben sana რაღაც გითხრა. Ha bu Ceylan buraya geldi. ჯეილანი აქ მარტო მოვიდა. ის ძალიან მამაცია. Demek ki çekindi bir. ესე იგი ვერ სთხოვა. თუმცა დაუკითხავად აღება, სწორი საქციელი არ არის. Mesela ayıp olmuş ha. სწორია. Aman ben sana bir şey მაგრამ ნეტამეტი პრობლემა არ გქონდეს. მე კი ვიფიქრე რამე სერიოზული მოხდა. კარგია რომ მითხარი დაო. ხედავ? გულზე მომეშვა. ოსმან, არავის არაფერი უთხრა, კარგი? Ya abla. არ ვაპირებ და უბრალოდ ვიფიქრე თუ რამე პრობლემა იყო, მოვაგვარებდი. Onu çözelim. რადგან პრობლემა არ ყოფილა, ესე იგი სანერვიულოც არაფერია. Ya abla ben sana დაო, რაღაცას გეტყვი. benim kenarda bir ცოტა ფული მაქვს, ვიფიქრე საყიდლებზე წავსულიყავით. მე შენ და ჯეილანი. ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაული. ყველაფერი ვუყიდოთ, რაც საჭიროა. kıza böyle ne bileyim bir üst baş alalım. Belki აქ რისთვის ვარ, მისთვის არაფერი მენანება. Ya ne gerekiyorsa işte. წავიდეთ. ვუყიდოთ. Feda olsun he. შვილო, მე და შენ ასეთი რამეების რა გაგვეგება? ერთი შემომხედე. და ვინ ერკვევა დაო? Efendim balım. სწორედ ახლა გამოვდივარ. Tam çıkıyordum ben de. ჩემთვის რაღაცის ყიდვა მინდოდა. Kendim alışverişe gidiyorum. კარგი, რადგან ასია, მეც გამოგყვებით. Tamam. ერთად წავიდეთ. O zaman beni de alın beraber gidelim. Tamam. კარგი, Tamam balım. კარგი, შეხვედრამდე. O zaman მოკლედ ხაზზე ვიქნებით. Eyvallah. კარგი. Ali İbrahim ჰალელ იბრაჰიმ. sağ ol. გმადლობ. İyi geldin. ჩემზე კარგად იმოქმედე. Kafam dağıldı baya. ცოტა გადავერთე. Ne zaman istersen. რადგან შენზე ასე კარგად მოქმედებ, როცა მოისურვებ, მოდილემეთ. Eyvallah. გმადლობ. Hangi manada dedin? ეს რა გაგებით თქვი? İstediğin რა გაგებითაც გინდა? ხუმრობ. Şaka şaka. ხუმრობ, რა თქმა უნდა. Çok şakacı. ჰალელ იბრაჰიმი რა ხუმარა ყოფილა. Hadi daha. დაჯექი. Bin. Halil. ჰალელ, Halil. ჰალელ. Kardeşim. გისმენ ძმაო. Ya bizim kızlar ხომ იცი ჩვენმა გოგონებმა რომ ცოტა იჩხუბეს? bir muhabbetler olmuş ya. Komedi. Böyle biraz gerilmişler. ხო, სამწუხაროდ. Hatunu zaten yemeğe çıkardı. სემას დაპატეჟებას ისედაც ვაპირებდი, იქნებ საღამოს ყველა ერთად შევიკრიბოთ. მე სემასთან ერთად, შენ ზეინებთან ერთად, ჯეილანი ოსმანთან ერთად. ედანური ისედაც იქ არის, იქნებ ყინული გალღვეს. რა სიტყვი? შეიძლება ძმაო, კარგი აზრია. Olur. ოსმან, İyi düşünmüş. ჯეილან, წავიდეთ, ვაგვიანებთ. Hadi da. ოსმან, გაჩერდი. წამოდი, ვაგვიანებთ, ედანური გველოდება. რატომ არ მითხარი, ოსმან? ქურთუქს მაინც ავიღებდი. გიყიდი, ჩაჯექი მანქანაში. ოსმან, მოდი, კარგი, კარგი, მიდი დაჯექი, მიდი. კარგი. დათვო, გოგოს ასე რატომ ეკაჩები? არ შეიმჩნიო თუ რან საყიდლებზე მიმყავს. მაგრამ მას უთხარი, თითქოს ედანურმა დაგვირეკა რომ თავი უხერხულად არ ეგრძნო. İyi yapmışsın. სწორად მოქცეულ ხარ ძმაო. ოსმან საღამოს ვახშამზე მივდივართ ცოლებთან ერთად. მართალია არ მჯერა, მაგრამ ცოლებთან ერთად. Eşli ya. ამიტომ ედანურს უთხარი რომ მაგიდად დაჯავშნოს, კარგი? Tamam mı? მართლა? Aynısı. ო, მართლა. Ha bir de alışverişe შენთვისაც რამე წესიერი იყიდე, კარგი? Bir şeyler al, tamam mı? რამე გამოსასვლელი. Şant olur. Ha bu şekilde. რატომ არ ესმის? Ula beni alan. გეუბნები რომ ასეთი მოვეწონე.
რაზე ლაპარაკობ თუ რა? მაგრამ რადგან რესტორანში მივდივართ, მე წესიერად ჩავიცვამ. კარგი, დროებით. Söylenecek çok şey var. ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ გავჩუმდები ჰალილ. Neyse hadi. ჰალილ, იქნებ სემას ვახშმის შესახებ შენ უთხრა. Yemek muhabbetini sen mi söylesen Sema'ya? ხედავ თვალების დაადგა. თავისი ადგილი არ იცის ხალილ იბრაჰიმის გვერდი თავი ვინ გონია. სემა, გეყოფა. დილიდან ჩხუბობ. შემოდი ხალილ იბრაჰიმ. თქვენი ნებართვით სამზარეულოში გავალ. სემა. Sen benim kardeşim. შენ ჩემი და ხარ. Ben sana kız. ხან გაგიბრაზდები, ხან საყვედურს გეტყვი. Henüz yemekten vaz mı? ამიტომ აღარ უნდა გიყვარდე? როგორ არა? აქ ვარ. İyi. თუ ასია, საღამოს ყველა სავარშმოთ წავიდეთ. ედანურმა დაგპატიჟა. კარგი იდეა. არა სემა? კარგი, წავიდეთ. დილიდან მტირი. თვალები დასიებული მაქვს. წავალ ყინულს დავიდე, ფიქრობ მიშველოს. Ya sen ne kadar რა საყვარელი და ყურადღებიანი ხარ. ince düşünceli bir adamsın böyle. საყვარელო. მე არა, ეს თურანის ორგანიზებულია. უნდა რომ ყველანი ერთად ვიყოთ. Peki. კარგი. düşüncesiz adam. უყურადღებობ. Hep birlikte Bin derken koyalım. kimleri kastediyoruz? İşte bütün ყველა წყვილი. დედა ფატმა და მამა მუზაფერი ჩედიან ამ სიაში. yok. არა, უფრო ახალგაზრდა წყვილები წინააღმდეგი ხარ? მითხარი. არა, Yo. ფიქრობ კარგი Bence iyi იდეაა. düşünmüş Turan. თუ სემას წინ დანარიდება, ყველაფერი კარგად ჩაივლის. რა მზრუნველი ხარ? ძალიან. Abimin içeride olması hiçbir şey değiştirmez. ის რომ ძმა ციხეში არაფერს ცვლის პირიქით, იქიდან უფრო მშვიდად იმოქმედებს. ჩვენებურად ვიმოქმედებთ. Enişten შენი სიძეთ ციხეში აღმოჩნდება. ben anlamadım. არ მესმის ჩვენებურად როგორ ვიმოქმედებთ აქან. İşleri Როგორ? çeviriyoruz. Hakan. İlk defa mı giriyor? განა ციხეში პირველად მოხვდებიან? Onlarla alakalı გეგმა planlar უკვე yapıyor. შედგენილი გვაქვს. Lan oğlum შვილო, planlar yapıldı. ამბობ რომ გეგმა გაქვს, მაგრამ მე მიდიხარ და იდიოტივით გრთამ სიძლევი. Rüşvet vermeye kalkıyorsunuz. თუ ეს არის შენი გეგმა, Yakında მალე ჩვენც ციხეში აღმოჩნდებით. Davut abi. ძმაო დაუთ, O bin მაიორთან, უფროს ლეიტენანტთან, ჰალილ იბრაჰიმთან და ფიქრეთთან საქმე მოვაგვარეთ. Hatta Fikret'in bile defteri dürüm. მაგრამ თუ რამეს იგრძნობთ, Ama ola ki იცით რომ ჩვენი შეთანხმება არ შეცვლილა. üzerinde bil ki anlaşmalarda პორტში მთავარი შენ იქნები. limanın da patronu sen olacaksın. შენ. Hakan ჰაკან, bu dediklerini თუ ამას ვერ გააკეთებთ, gider. ჰალილ იბრაჰიმს დახმარება შევთავაზებ. Senin için yapabileceğim bir şey მერე var. კი, Sonra gelir. მერე კი პირველი შენ გესვრი. Halil ჰალილ იბრაჰიმთან თანამშრომლობა რას ნიშნავს, მამა? Adam ის საშინლად მომექცა. განა არ იცი? არ მოუყვლი ხარ შვილო. მირჩევნია გამარჯვებულს დავეხმარო ვიდრე დამარცხებულს. kıyak yapan olmayı tercih ederim. Bunu da git. წადი და ეს ძმას, მამას და სიძეს უთხარი ჰაკან. Öyle anla. Hakan. ბატონებო, სად ხართ აქამდე? რომ არ მოსულიყავით, პროკურორთან უნდა მეღიარებინა. Savcıya haber gönderecektim. İtirafçı olacaktım ha. ახლა იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ ვიხუმროთ ილმას. სისულელეს მოამბობ. Ondan sinirli. ნესიმს ფული დაეკარგა. Parayı verdi, hem hiç ასე ამიტომ ბრაზობს. ფული გადაიხადა და ციხეში ჩაჯდა. Param kalmaz. O parayı Ay, gideverti idioti. Bilirim de. Ya
მე ჩემს ფულს უკან ავიღებ, მაგრამ ხედავთ როგორ შევწყვით. ამას აქში ქრთამის გამო დაგვაპატიმრეს. აქ რა გვინდა? ნესიმ მოდუნდი. ადაკი ჩაი მოიტანე, ცოდონი არიან. ილმას, თუნჯა ისად არის? არ ვიცი. ის ჰალილ იბრაჰიმის მხარეს გადავიდა. არ მithქვამს რომ მოდიოდი. მე ასე შეიძლება? უნდა გეთქვა, იქნებ შემოიყვანონ. ველაპარაკე, საღამოს შემოიყვანა. საიდან ასეთი სიმშვიდე ილმას? ნესიმ, ხომ იცი, რომ გაქცევა არ მიყვარს. ჩემი მისამართი კი ყველა მიცის. უკვე დავმშვიდდი. ასეთი მხიარული ამიტომ ვარ. კარგი ილმას, შენი მისამართი კიდევ დიდხანს გვეწოდინება. გამოდის რომ კარგი განწყობით მოკვდები. ანუ იმის თქმა გინდა რომ ილმაზი ციხეში მოკვდება, მაგრამ გავიწყდება რომ სანამ ის მაიორი აქ იქნება ციხიდან გასვლა არც ჩვენ გვიწერია. ის კაცი შეშლილია. ილმას მის შესახებ რამე გაიგე? როგორც ნედიმმა თქვა, კლინიკური შემთხვევაა. შეშლილია. შეშლილი თუ აი მკურნალოს აკრას აკეთებს. ახლა ეს დაივიწყე. იმ პოლკოვნიკმა აღიარებითი ჩვენება მისცა. ის მხოლოდ ქრთამზე კი არა, ყველა ბინძურ საქმეზე მოყვება, რაც კი მისთვის დაგვივალებია. გესმით? ესე იგი ჩვენი საქმეებია ბინძური, არა ილმას? მე მას მხოლოდ თავისი საქმის შესრულებას ვთხოვდი. ილმას, სიმართლეს ამბობ თუ ხუმრობ? მაიორმა ის ფანჯრიდან გადააგდო. ყველა ძვალი დამტროული აქვს. აბა დაფიქრდი, ვინ არ ალაპარაკდებოდა? მითხარი. ილმას, ეს საქმე დახურე. არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩვენ ნუ გაგვრევ ამ საქმეში. გესმის? ასე მოვიქცევი, სიძე. შენ დამშვიდდი. ხედავთ რა კარგია. ცოლებისგან და მოღალატეშვილებისგან შორს ხართ. ჩაიდალიეთ და მოდუნდით. მერთო ჩემო. შემოდი. დაჯექი ოლუს. გისმე? მეთაურო, რადგან ქრთამის შესახებ გაიგეთ, რადგან უკვე იცით, ჩემთვის მახის დაგებას ვინც აპირებდა, პოლკოვნიკმაც ყველაფერი აღიარა, პროკურორს ველაპარაკე. ჩემს პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებას შევძლებ, თუ მოხსენებას დაწერთ. ასე რატომ ჩქარო? შვენივრად ხარ. შეგაწუხე? რას ამბობთ მეთაურო? მე უბრალოდ უსაქმოდ ჯდომა არ მინდა. სამუშაოს მინდა დავუბრუნდე. ძვირფასო, რადგან შვებულებაში ხარ, ის იმას არ ნიშნავს, რომ სამშობლოს არ ემსახურები. ხომ ასეა? რა თქმა უნდა, მეთაურო. უბრალოდ არ მინდა ნებართვის გარეშე ვიმოქმედო. როგორც იმ პორტში ისროლე, გასაგებია მეთაურო. ვერაფერიც ვერ გაიგე. ის რომ ახლა არ მუშაობ, ეს ბევრად უკეთესია. ხალხი, რომელიც დავაპატიმრე პოლკოვნიკს მოკლავენ. ამ ნაძირალამ ჯერ უნდა იცოცხლოს. გასაგებია მეთაურო. გეთირი იყოს თქვენი მოსვლა. გმადლობ. თქვენი მაგიდა მზად არის. მართლა? გმადლობ. სად დავსხდეთ საყვარელო? თუნდაც. გთხოვთ. გმადლობ. კერძებს მაშინ მოიტანენ ოსმანი და ჯეილანი რომ მოვლენ. მანამდე წავიხემსოთ. არ მოსმის, თქვენ ხომ ერთად იყავით. ოსმანი და ჯეილანი სად არიან? ხო, მაგრამ მითხრეს რომ კიდევ აპირებდნენ გავლას. ამიტომ მე გამომიშვეს რომ არ დამეგვიანა. რა საქმე აქვთ? ქორწინების თარიღის შერჩევას აპირებენ? მეგობრებო, თქვენ არ იცით რა დღეში იყო. ჯეილანისთვის ყველაფრის ყიდვა უნდოდა. ესე იგი ოსმანი დავკარგეთ? ყოჩახ ჩემს ძმას. იმედია დაუფასებს. ედანურ, რა ქენი მიეჩვია? ბევრი ხალხი გყავთ?
მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის. მამაშენი რომ არ დაეკავებინათ, კარგი იქნებოდა. ასია ბევრ ფულს ჩადებდა. ასია რა შუაშია? დილით ასია იყო მოსული ედანური და მეჭკუიდან რომ გადავეყვანეთ. მამა ჩემს ცოლად მიყვებოდა და ქორწილის გადახდას აკაპირებდა. ზეინებ, დედა შენი მამა შენს მართლა გაიყრება? სიმართლე გითხრა, დედა მამას აქამდე უნდა გაშორებოდა. იმის გამო რომ მამა ასიაზე არ დაქორწინებულიყო, ამდენი წელი დაკარგა. ახლა მამა ჩემი და ილმაზი ერთ ადგილზე არიან, ასე რომ ასია ხანიმი რას იზამს, ან დედა რას იზამს, მე არ ვიცი. დაივიწყეთ, გთხოვთ. კარგზე ვილაპარაკოთ. ვინც რა უნდა თქვას, ჩვენს ბედნიერებაზე უნდა ვიფიქროთ. ხომ ასია? მართალი ხარ, დღეს მხოლოდ კარგზე უნდა ვილაპარაკოთ. ეს რა არის ყველი? გმადლობ. საყვარელო არ გინდა? არა, საყვარელო, გმადლობ. ოსმანი მოდის, მაგრამ გვერდით ვინ მოსდევს? კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. Vay. Ceylan ne kadar güzel olmuş. ჯეილანი რა ლამაზია. Hoş geldiniz. კეთილი იყოს. Hoş bulduk. გმადლობ. მეგობრებო, Tanıştırayım. გაიცანით ჩემი ცხოვრების თანამგზავრი ჯეილანი. Ceylan. ჯეილან, ესენი ჩემი ძმები არიან. Çok memnun oldum. ძალიან სასიამოვნოა ჯეილან, კეთილი იყოს. Yeni bir ვიფიქრე ყველაფერი თავიდან დავეწყო, ჰალილ იბრაჰიმ. İyi yaptın. კარგად მოიკეცი ძმაო. Çok da yakışmış. ერთმანეთს ძალიან უხდებით. Ceylan. ჯეილან, Sen de çok შენც güzel ძალიან ლამაზი ხარ. გმადლობ, ხალილ იბრაჰიმ. მიხარია რომ მოგეწონა. რა თქმა უნდა მოგვეწონა. ჯეილანის სტილი ძალიან გიხდება. ედანურის დამსახურება. მან შემირჩია ამისთვის მადლობა მას. ხუსლიანიც კი ჩავიცვი, მაგრამ სიარული მიჭირს. Yok canım. რას ამბობ ძვირფასო? Gayet manken gibi girdin. მოდელები შემოხვედი. Çabuk alışıyorsun. ესე იგი მალე ეჩვევი. აბა, Hani bir şey demedin? არაფერი გითქვამს. Nasıl yakışmış mı? მიხდება თუ რამე? Durgun otomatik. გეფიცები, შენ გამო გამოვეწყვე. Ya vallahi senin için gidiyor. ჯეილანს ყველანაირ ფორმაში მომწონვა. Yengem ben her türlü veririm. ყველანაირ ფორმაში. გეფიცები 10 ქულას დაგიწერდი. ასე არ არის, ჰალილ? მართლა ძალიან მოუხდა 10 ქულა ნამდვილად ეკუთვნის. იმედია ჩვენი რძალი სულ ასე გამოწყობილი გატარებს. Çok rahat değil de. ჩემთვის მოუხერხებელია, ჩხუბის დროს არ გამოდგება. მაგრამ ნახოთ, თუ საჭირო იქნება, მივეჩვევი. ადამიანი რას არ ეჩვევა? არა, ჰალილ იბრაჰიმ. ასეა ძმაო, ადამიანის სილამაზეს მალე ეჩვევა. Canım. ძვირფასო. Bir şeyler არ მივირთვათ? Semay სემამ სახლში არ მაჭამა, რესტორანში მივდივართ. Hemen hallediyorum. ახლა ვიმოვაგვარებ. კარგი. Edanur da çok güzel olmuş. ედანურის ძალიან ლამაზია არა თუ რა? Evet çok güzel olmuş. ო, ედანური ძალიან ლამაზია. შენ ძალიან ლამაზი ხარ, ანიმ ეფენდი. გმადლობ თუ რა? ახლა მოიტანენ. აბა? ქორწილის თარიღი ჩანიშნეთ? Vallahi biz დღეს ამაზე ჩვენც ველაპარაკეთ. dedik artık. ზაფხულში გადავწყვიტეთ. İnşallah. ღმერთმა ქნას.
Ya yaza kadar beklemeyin. ya. ზაფხულს რატომ უნდა Yani ელოდოთ? nikahınızda, düğününüzde ხელმოწერის burada ცერემონიას და ქორწილს არ გადავიხდით. ასე არ yaparız. არის? Yaza daha çok var. ზაფხულამდე დიდი დროა. Valla bana kalsa hemen yarın yapalım. გეფიცებით, მე რომ მკითხოთ, amისთვის სხვალაც მზად ვარ. Önce bir სევდა ცხომ უნდა მიეჩვიოს. ის ჯერ ისევ სწავლობს. da var. თორემ დაქორწინებას რა უნდა? Nikah ეს kolay. ყველაზე მარტივია. En kolayı. Hakikaten Ceylan მართალი doğru. ხარ ჯეილან. Sevda'nın okulu სევდა var. სკოლაში სწავლობს. Siz ne რა yapacaksınız? სიზამთ? Kasabada Skolastan herkesin ახლოს yerine გადახვალ? yerleşeceksiniz. არა ზეინებ. თუ საჭირო გახდა სევდა სკოლაში მევატარებ. Ha, yoksa ben... ჯეილანს ცალკე სახლში გადასვლად შევთავაზე, მაგრამ მითხრა რომ Ama o ben bu evden ამ gitmem სახლიდან წასვლა არ უნდა. Yani tabii ცხადია, eğer siz თუ თქვენ istemezseniz წინააღმდეგი არ იქნებით, kendi evinize çıkın თუ derseniz გვეტყვით რომ გადავიდეთ, gideriz. გადავალთ. მაგრამ ჩვენ გვინდა რომ ერთად ვიყოთ. Biz ერთად ყველანი ბედნიერები ვართ. Değil mi hayatım? ასე არ არის საყვარელო? Öyle. ასია. Ve hadi. აბა, afiyet olsun. გემრიელად მიირთვით. გემრიელად მიირთვით. მიდით.